სვანეთში, რაჭასა და ყაზბეგში 23 აპრილს თოვლი მოვიდა. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივები ავრცელებენ. არამდგრადი ამინდი და მეტეოროლოგიური პირობების ხშირი ცვალებადობა საქართველოში მთელი თვის განმავლობაში შეინიშნება. სინოპტიკოსები დღეს და ხვალ ისევ ნალექსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზვავს საშიშროება. ქვეყანაში 25 აპრილიდან გამოიტანებს. ოცნება ევროკავშირის ელჩის დაბარებას გეგმავს. მომავალ თვეებში გადაწყდება საქართველოს ეკუთვნის ევროპულ ქვეყნებს თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება. მმართველი პარტია პაველ ჰერჩინსკის გუშინ გაკეთებულმა ამ განცხადებამ გააღიზიანა. ოცნების ლიდერები ელჩის გზავნილს მუქარად დაფასებენ. კალაძემ დიპლომატის სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე საუბარში დაადანაშაულა. ჰერჩინსკის განცხადებით კი როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს, მზად არიან დაეხმარონ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. 2025 წელს საქართველოში 1080 ხანდაზმულ ადამიანზე იძალადეს. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს ზალადობის მსხვერპლის 60 წელს გადაცილებული 766 ქალი გახდა, 314 კი კაცი. ამავე დოკუმენტის მიხედვით ოჯახში ზალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სტატისტიკურად 2021 წელს გამოიკვეთა. უნგრეთის შემდეგ სამთვიანი პაუზის მერე დრუჟბას მილსადენით ნავთობის მიწოდება სლოვაკეთშიც განახლდა. დრუჟბას აღდგენის შემდეგ უნგრეთმა ვეტო მოხსნა და უკრაინისთვის 90 მილიარდის გადაცემას მხარი დაუჭირა.